ოპოზიციას თქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უჭირს, რომ რაღაცები, რასაც ვაკეთებდით, არ იყოს სწორი. რაღაცები არის ახლიდან დასაწყები. ერთობას რო ითხოვნა, ერთად ბრიფინგზე ესენი სადმე გინახავს ოთხივე? 50-ზე მეტი ადამიანი ზის ციხეში, ახალგაზრდა, ოპოზიციურ პარტიებს ამაში აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა. როგორ უკტარებდით ოპოზიციას იმას, რაც ხდებოდა 4-5-9-25 ფარგლებში? ნაცების ძარცვა, ისე რომ ნაცებს ხმები ვერ აიღოთ და ფაქტობრივად მიშას 27-30% ის გადანაწილებული იყო 3-4 პარტიაზე. ზოგადად მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ბევრი შეცდომა ერთად იყო. მე ხლა აი ამ საერთო ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ყველა ერთად ვართ და რა ვიცი, ან ყველა ერთად გადავრჩებით და არ ვერ გადავრჩებით ამ ბრძოლაში, მე მისმის რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ერთად ვიყო, ყველა რაღაც ერთნაირად ვამაგრებდეთ და ძალიან ვცდილობ ხოლმე რომ იმაშიც, რაშიც არ ვითანხმები, რაც არ მომწონს, რაც კატეგორიულად არასწორი მგონია, აი ამაშიც კი ჩემი ხასიათის გათვალისწინებით, ხო, არა, ჩემი ხასიათის გათვალისწინებით, ამიტომაც გავუსვი ხაზი, რომ ძალიან მიჭირს ხოლმე, როდესაც რაღაცას არ ვითანხმები, ამაზე ჩუმად იყო ჩემი ხასიათის გათვალისწინებით, მაინც რა ის იმედგაცრუება ხალხში, ხო, რომელიც ამდენ წნეხს გადის, რომ ოპოზიციის მხარდაჭერი იყოს, აქ არჩევნებზე მივიდეს და ხმა მისცეს, იქ სუსი უნდა გაიაროს, სოფლის წუნებული და ამბავი, კიდე დამატებით არ ვენახო რაღაცა ეს ოპოზიციის დაჭმა და ამბავი. ამიტომაც ვცდილობ ხოლმე რომ ამაზე რაღაცნაირად ესე არ ვილაპარაკო, ან რაღაც შეგირებულად ვილაპარაკო, მაგრამ მთავარი პრობლემა მე რაც მგონია საარჩევნოდ ეხა იმ კითხვიდან რომ გამოვიდეთ, რაც იყო მთლიანად ოპოზიციის ჩემი პარტიის გარდა ცხადია, რომ მე ჯერ კიდე საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდი ზუგდიდში და ვხედავდი რეალურად, ხო, ანუ ველზე ვმუშაობდი, რომ ხშირ შემთხვევაში მიზანი ნაციონალური მოძრაობის დამარცხება უფრო იყო ოპოზიციური პარტიებისთვის, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისთვის მოგება. რომელი პარტია იყო ამ შემჩნეველი? ამასი ყველა თითქმის ერთნაირად ამას თვითონ ამორჩეველი ძალიან კარგად ხედავდა, მაგრამ მე არ ვიცი ხა ეს რამდენად მიზანმიმართული იყო გულწრფელად რო გიქცა. და არ ვიცი, არა, ნახე რას ვიტყვი, ნუ იყო მიზანმიმართული ქმედებებიც, მაგრამ ნახე ეს რამდენად მიზანმიმართული იყო თუ ვერ ხვდებოდნენ თუ არ ვიცი რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ახლა ხშირ შემთხვევაში, ნუ ეხლაც მე აი გულწრფელად რო გითხრა, ხანდახან რო ვუყურებ აი ამ პროცესებს და ხანდახან რომ უყურებ რეაქციებს, ხშირ შემთხვევაში მგონია რომ ეხლაც 12 წელი ხო დაჭირდა საზოგადოებას იმისთვის მიმხდარიყო რომ ეს ადამიანი არის რუსი და რუსულ საქმეს აკეთებს, ხო ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ხო 2013 წლიდან ვიძახით, მაგრამ ჯერ კიდევ მგონია რომ აი ამ კომპლექსიდან ვერ გამოვიდნენ რომ ნაცები კი არ არიან დასამარცხებელი, ხო ბიძინა ივანიშვილი დასამარცხებელი და ოპოზიციური პარტიების არა ოპოზიციური პარტიების მთავარი ამბავი ხა თუნდაც რიტორიკას შეხედე ხა და თუნდაც ის რიტორიკის გარეშეც ველზეც რასაც შვებოდნენ ნაციონალური მოძრაობის ამორჩეულზე მართლა უფრო მეტად მუშაობდნენ ვიდრე ამ შემთხვევაში ოპმ-ს ქართული ოცნების ამორჩეულზე. პარტია დარჩა მარტო ნაციონალური მოძრაობა მაგაბავში. იმიტომ რომ დანარჩენებს ამ ოპოზიციურ პარტიებს და NGO სექტორს და ასე შემდეგ, აი ეს იმდენად ქონდათ ხაზი გავლებული რომ არ შეიძლება რომ ჩვენ შისზე ვილაპარაკოთ, არ შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ რომ ვიღაცას პირადობა წაართვეს, იმიტომ რომ ხალხს ისა შეეშინდება, რომ ჩვენ ფაქტობრივად იქ ვერაფერზე გავლენა ვერ მოვახდინეთ. კამპანია ნაცებს დაწყებული აქვს 4-5-9-25, რომელიც გინდა გააფერადე, მნიშვნელობა არ აქვს და ასე შემდეგ. აი ამ თუ შენ გესმოდა რომ აი ეს კამპანია არის რაღაცნაირად იქეთ ველზე ეს ხდება. აქეთ 4-5-9-25, 5-ის გამოყენების უფლება, როგორც აი ამათი ერთიანი ნაწილის რატომ მიეც? მე მგონია რომ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება არის ზოგადად ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში ოპოზიციური პარტიების. უცვლად რო ვთქვა, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობას რაღაც მუდმივად ვცდილობთ რომ რაღაცნაირად აი ყველაფერი დავთმოთ. ნახე, აი გავჩუმდეთ ჩვენს ლანძღვაზე, ჩვენს ზეწოლებზე. ამ სიტუაციაში ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც პირველივე დღიდან ოპოზიციაშია, ყველაზე მეტად გვესმის ის, რომ როგორც არ უნდა ცდებოდნენ ჩვენთან მიმართებაში სხვა ოპოზიციური პარტიები, ის რეჟიმი რა რეჟიმსაც ვებრძვით, არიან რუსები და ამ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში ან ყველა ერთად გადავრჩებით, ან არავინ არ ვიქნებით. შესაბამისად, ეს ჩვენი განწყობა მუდმივად იყო ის, რომ მოდი ჩვენ მოვითმინოთ. ხო, ნახე, ერთობა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მინიმუმ იმაზე მაინც ვართ შეთანხმებული, რომ ბიზნესს ვერ ვძვით. ხო და ამ თვალსაზრისით ერთმანეთში ეჭვი არ გვეპარება. ხო, აი მაგ პოზიციიდან რასაც ჩვენ ამბობ პროექტ რუსული რეჟიმია, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მე შენთან მდგარ, შენ ოღონდ რუსული რეჟიმის წარმომადგენელი არ იყო. ხო და აი დღევანდელი გადმოსახედიდან პირობითად ფიქრობ, რომ ის ხალხი ვისთან ერთადაც მაშინ იბრძოდით 4-5-9-25 ფორმატში. არც ერთი არ იყო იმ რუსული რეჟიმის ჩანერგილი ან ფულგადახდილი ან მისი ინტერესების განტარებელი.
დღეს როგორ უყურებ ამ ისტორიას? იმიტომ რომ ლევან ხაბეშვილმა ჩემთან თქვა რომ გახარია და პრეზიდენტი ხოცები არიან, ხოცების საქმეს აკეთებენ შინაარსობრივად. და შენ ამ პროცესების გავლის მერე შენ რა შთაბეჭდილება გრჩება? ყველა ის ადამიანი ვის გვერდით თქვენ იდექით რომ თავარია ერთობა. ნამდვილად იყო თქვათ იმ განწყობაზე რომ რუსებს ებრძვიან ან ხოცებს ამარცხებენ. ამაზე ნახე როგორ არის განწყობაც რაც შეეხება ზუსტად ამას ვამბობ იაგო და მე ხშირად მithქვამს ეს რომ როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ 13 წლის თავზე კიდე ნაციონალურ მოძრაობას ებრძვიან ხო? უნდა დაფიქრდნენ საერთოდ რომ მართლა არიან იმ განცდით რომ იციან ვინ არის ბიზინა ივანიშვილი და რომ რუსია და რომ რუსეთს ებრძვიან? თუ ეგ საკუთარ თავს უნდა კითხონ, იმიტომ რომ აი ეს ძალიან ხშირად ეხა გავიგეთ ეხა გახარიასთან მე ნაკლები პრეტენზიები მაქვს, იმიტომ რომ გახარია რა იყო ჩვენთვის თავიდანვე გასაგები იყო და გასაგები იყო რომ ეხა გახარიას 20 ივნისის მერე ძალიან რთულია საერთოდ და ნუ არა მხოლოდ ეხა გახარია სანამ ბიძინამ არ გამოაგდო, იმიტომ რომ ღარიბაშვილთან და კობახიძესთან შიდა ამბავი წააგო, ანუ მაგათ მოუგეს შიგნით ამბავი, მანამდე იქნებ კი არ გამოაგდო, შემოაგდო ოპოზიციაში. ნუ ამას ეხა ნახე მე მესმის ეს თეორიები, ამას ხო ქმედებები გამოაჩენს, ხო? ამ ბოლო პროცესებმა რაც გვანახა, ან ჩემი ღმერთწმენით არის ის, რომ კი მე რაღაცა კითხვები მაქვს, იცი? მათ შორის იმასთან დაკავშირებით მაგ მარტო გახარიასთან არ მაქვს კითხვები. მათ შორის ხო ოპოზიციურ პარტიებთანაც მაქვს ეს ისინი რა ქვია კითხვები, რომ მაგალითად რანაირად ხდებოდა, რომ ნიკა გილაური იყო ამ ყველაფერში შემოსული, რომლის ძმაც აგერ გაკრეჭელი, ეს რა ქვია, დაკრეჭელი იმას კობახიძეს და ეხლა სულ რაღაცა რამოდენიმე დღის წინ იმაზე ხა რანაირად ხდება, რომ ერთი ძმა მთავარი დასაყრდენი იყოს იმის ხელისუფლების, მეორე ძმა ოპოზიციის, ნუ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მთავარი დაფინანსებელი იყოს ამ ყველაფერში. ეს კითხვები არის მაგრამ მანამდე რაღაცა ფული მოდის, გვებძვიან, რაღაც უცნაური ფულით, მილიონები ხარჯება ნაცების ხმების გაყოფაში. არა, ჩვენ ეს ვიცოდით, ანუ ეს კითხვები იყო, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ვიცი როგორი განწყობა საქართველოს მოქალაქეებში, მე ვიცი რა მხელა წნეხის გავლა უწევს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომ საარჩევნო ურდამდე მივიდეს და ოპოზიციას მისცეს ხმა და რამდენად მნიშვნელოვანია რომ მოტივირებული იყოს იმედგაცრუებული არ იყოს, ფრუსტრაციაში არ იყოს და არ იფიქროს, აი ბიზნეს რა უნდა, ბიზნეს უნდა დღეს ანახოს რა ცდილობს გააკეთოს, რომ აი იცი რა არის, აი მე კი ვარ ცუდი, მაგრამ აქეთაც ნახე, აი ყველა ერთმანეთზე უარესია. ანუ აქეთაც ისეთი ნაგავია, რომ მე კიდე მე მომცეჯობია რა შეჩვენ ნაგავს. აი ამას ცდილობს ნახე ბიზნა და არ მინდა რომ ჩემი აი თუნდაც აი რომ მეკითხებთ ხოლმე რომ აი რატო არ ლაპარაკობთ ამაზე და რაღაცა რომ არ მინდა რომ აი ამით კიდევ რაღაცნაირად იმედგაცრუება დაუმატო იმ მოქალაქეებს. ხო, აი წარმოგიდგენთ შენ ახლა რო კითხვები გიჩნდება, კითხვები გიჩნდება. ახლა რო კითხვები გაგიჩნდა. აი მაგ კითხვებზე რო პასუხი ეკითხები რომ საჯარო დასმულიყო არჩევნებამდე და მაშინ გვემჟელა ამ კითხვების როგორც ლეგიტიმურობაზე ისე მის შესაძლო პასუხებზე. მაშინ ხო ბევრად უფრო წარმატებულად დაიგეგმებოდა საარჩევნო კამპანია და თუ მომავალშიც თუ არაფერი არ შევცვალეთ რა დაუშვათ ამათ ისე იგივე კამპანია ჩაატარონ. საერთოდ მე მგონია ოპოზიციური სპექტრის თავარი პრობლემა ის რომ გამჭვირვალობა არ არის პროცესებში. არაფერში არ არის გამჭვირვალობა. მე გეთანხმები, მაგრამ შენ რას გულისხმობ? მე გულისხმობ, ანუ მაგალითად გამჭვირვალობა არ არის არც ფინანსებში, არც ფინანსურ ნაწილში, გამჭვირვალობა არ არის არც აი მაგალითად მოლაპარაკებებზე რა ხდება და ზიან და ლაპარაკობენ, ვიცით ვინმე? აი რაზე ლაპარაკობენ, ვიცით? როცა რაზე ლაპარაკობდნენ? აი ვინ იყო ერთობის წინააღმდეგი? ნახე, ვის რა პოზიცია ჰქონდა? ვინ რა სპონსორით იყო? ვინ რა იმაზე ითრა? ხარტიას როგორ ითხოვდა? ხო, თუნდაც არა, აი ნახე აი ეს ყველაფერი რო გამჭვირვალე არ არის და რაღაცა დახურულ კარტს მიღმა ხდება და შემდეგ იქიდან რა გამოდის კაცმა არ იცის, ეს რეალურად ტოვებს შემდეგ ინტერპრეტაციების შესაძლებლობასაც და იმასაც რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ აკეთებენ ანალიზს რომ ვინ რა პროცესში იყო მართალი, ან ვინ რა პროცესში იყო მტყუანი. ხუთი ნომერი რატომ თანამშრომლობდა პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ყველა მიშას აგინებდა? ნახე, თან პატიმარკაც. მაგაში შესაძლოა მიშას პოზიციაც იყო არის დღემდე ძალიან სახელმწიფოებრივი. ეხლა გაუხარდება რომელიმე ეს მაგალითად იმას რა ქვია, გახარიას ან რა ვიცი ლეილოს ან ნებისმიერ სხვას რომ იგივენაირად მოვიქცეთ ჩვენ. ხო? როგორც თვითონ იქცევა. არა, ეგენ დაუშვათ ჩათვალხები არიან. მაგას არ ვიკამათებ. სხვა რაღაცას ვარ. ნახე, ნაციონალურ მოძრაობას თუნდაც პრეზიდენტთან დაკავშირებით, ნახე, ნუ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ქონდა ესეთი პოზიცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გასაგები იყო ანუ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც ეხა ეს რაღაცა განსაკუთრებული ემოცია და განსაკუთრებული ეს ზენიტი რო იყო, მაშინაც ნაციონალური მოძრაობისთვის გასაგები იყო, რომ რაღაც გადაჭარბებული მოლოდინი იყო სალომე ზურაბიშვილთან, რომ ვერაფერ განსაკუთრებულს სალომე ზურაბიშვილი ესე ვერ იზამთრა, ხო? შესაბამისად, მაგრამ რა იყო მნიშვნელოვანი? ნაციონალურ მოძრაობას, რომ ერთხელ მაინც ნაციონალური მოძრაობა ყოფილიყო მთავარი გამომწვევი ერთიანობის ჩაშლის,
ნახე ერთხელ მაინც აი რომ გვეთქვა რომ იცი რა შენ იქ გამოდმებით მე მაგინებ გამოდმებით მიშას აგინები გადექი და ის მასქენი ქვია მიშა არ შეიწყალე ანუ ჩვენ არ ვიქნებოდით მართალი და გეტყვი რატო არ ვიქნებოდით მართალი და ეს პოზიცია ქონდა მიშასაც რომ როდესაც თავარი არის რომ ქვეყნის გადარჩენა არ გადარჩენისთვის ვიბრძვით და როდესაც თავარია რომ ამ ქვეყანას ან იქნება ხო ნახე ან იქნება თავისუფალი ან იქნება ევროპული და ან იქნება იქ სადაც ვარ და კიდე უარეს მდგომარეობაში ესეთ შემთხვევაში ჩვენს თავში გზნობთ პასუხისმგებლობას რომ ყველა ეს უსამართლო დამოკიდებულება ნაციონალურ მოძრაობაზე და მიშაზე მოგვეთმინა ბოლომდე რომ განსაკუთრებით მაშინ როცა წინასაარჩევნო პერიოდი იყო და ბოლომდე ეხა ვისაც უფრო მეტი ესმის ამ სიტუაციაში მაგან უნდა მოითმინოს უფრო მეტი და ჩვენ მეტი მოსვლა და ამ სიტუაციაში მაგრამ ჩვენ ყოველთვის მოვითმენთ როდესაც საქართველოს ანუ ამას შეუძლია სუაგინონ მიშას საქართველოს თავისუფლებას როდესაც დაჭირდება ჩვენ ყოველთვის მოვითმენთ პიროვნულს მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ეხლა რომ ანუ ესე ეხა ანუ ნახე რა არ არის აი ხა მე არ მჯერა მაგალითად და არც მჯერა ეს ერთობაც ხო რაღაცა გამოგონილი ამბავი იყო ნახე რეალურად იმიტომ რომ არ არსებობდა ხა რა ერთობაზე უნდა მელაპარაკოს ადამიანი რომელიც იმდენად ერთობა დისკრიმინაციული არ არსებობს სამხრივი ერთობა არ არსებობს ხო ერთობა ორმხრივია თუ ჩვენ რაღაცა საერთო რაღაცაში ვართ მაშინ ერთმანეთთან თებს შეთანხმებას რომ მე შენ თავს არ დაგესწრები და შენ მე თავს არ დამესწრები ეს შეთანხმება დაიდო ოპოზიციურ პარტიებს შორის და რა მოხდა მეორე დღეს ყველა ნაციონალურ მოძრაობას დაესხა თავს ანუ ეს ხო არ არის მოგების გზა ანუ ფიზიკურად თქვენ ხო გესმით რომ ვიღაცა რომ შემოგზავნილი იყოს და შენ გებძოდეს და მოგება საერთოდ არ უნდა ამას უნდა აკეთებდეს. ნახეთ რას ვიძახი, არ ვიცი ეს არის სასარგებლო იდიოტობა, ეს არის ეგოების დატოლება ერთმანეთთან, ეს არის მართლა ის რომ ვიღაცას გონია რომ რა ვიცი ბიძინა რაღაც ხანდახან მგონია რომ ვიღაცებს მართლა გონიათ რომ ნუ მარტო ნაციონალურ მოძრაობას გააუქმებს, ოკეი ნაციონალურ მოძრაობა არ იქნება, ამით ბედნიერები იქნებიან, მაგრამ თვითონ 1-2-3 წელი იტივტივებენ კიდე და რაღაცნაირად გაძლებენ. არ ვიცი ეს რა არის, ამას დრო გასცემს პასუხს აუცილებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას შედეგამდე არ მიიყვანა. ხო? არავინ არ მიგვიყანა შედეგამდე და ამან შედეგი მოგცა რომ საბოლოოდ ვართ იქ სადაც ვართ. ოპოზიციას ამ კითხვაზე ალბათ პასუხიც არ აქვს რომ არჩევნებამდე უნდა ეფიქრა. ხე რას იზამდა ეს შედეგი რომ დამდგარიყო. და არჩევნების შემდეგ ამაზე ჩემი აზრით ძალიან აი ესე ემოციურადაც იფიქრებს, იმიტომ რომ თუმცა ძალიან მძიმე იქნებოდა. ეხლა აი გულწრფელად რო გითხრა იმ ფონზე ეხლა მე ვარ ადამიანი რომელმაც გამოვიარე უბედურება. უბრალოდ ზუგდიდში და სამეგრელოში და ზუსტად ვიცი როგორ წაიღეს ეს არჩევნები. არ მოუგიათ. წაიღეს ეს არჩევნები. აი უბრალოდ ადგნენ და აი არჩევნები მიიტაცეს, ხო? ეხლა ამ ფონზე პარლამენტში ამათის ლეგიტიმაციის მინიჭებას იქნებოდა პრობლემა. მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. მაგრამ მეორე ამბავი კიდე ის არის, რომ ნუ პარტიები ამ ხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეცვლიდნენ. ანუ პარტიებმა საკუთარი თავი გაიუქმეს. ხო და აი მე რა მაინტერესებს ის რომ აი საკუთარი თავის პარტიების გაუქმებაზე. ხო, თუმცა პარტიები ისედაც აინახე თუნდაც რომ შესულიყვნენ. აი პირობითად ერთი წუთი ხო აგერ მაისში საგამოძიებო კომისია აქვს დაანონსებული აგერ მაისში აკრძალავს როგორც დაგიბარებია დაანონსებული აქვს ეგ ამიტომ ეგ ეხა მაგაზე ეს მაინც ერწამი ახლა ამ ნახე როგორ არის იმაში რომ რაღაცას აკრძალავს ხოცები რითაც შეიძლებოდა მაქსიმალურად თქვენ დაეხმარეთ ანუ ის რომ თქვენ პარლამენტში არ ხართ ამ პროცესში ის როცა ამას აკეთებენ ხელს არ უშლით და უბრალოდ გარეთ სადღაც ანუ ისიც ანუ ფრაგმენტულად რაღაც ტელეეთერებით სანაცვლო გინებას ან ლანძღვას ეუბნებით მხოლოდ ეს ხო პირველი ნაბიჯია იმისკენ რომ შენ ვიღაცის გაუქმება გინდოდეს ანუ იმისთვის რომ შენ გინდოდეს ნაცების გაუქმება იდეალური იქნება რომ შენ ვიღაცა დაგეხმაროს იმაში რომ ნაცებმა თვითონ დაწერონ განცხადება ხო და აი ამ განცხადების დაწერის ინიციატორი ვინ იყო სხვადასხვა პარტიაში და თქვათ აი შენ რომ შიდა სამზარეულო დაანახო ხალხს რამჟელობის შედეგი გადაწყდა ის რომ მივდივარ ციებს წერს პარლამენტში არ ვარ ოპოზიციურ ესე თქვა საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება სადაც მიიღეს მე წარმოდგენილი არ ვიყავი ნამდვილად ხო ვინ მიიღო ვის შორის იყოს გადაწყვეტილება მე ნუ ეს ოპოზიციური პარტიები ხო ვინც იყო ხო ნაცები შეცხა ახლები და ნაციონალური მოძრაობიდან ჩვენ ვიყავით ხო წარმოდგენილი ხო მე როგორც ვიცი სამივე ეს რა ქვია პარტიას ქონდა ეს პოზიცია რა პოზიციაზე ნუ გახარია ეს პოზიცია იყო რა ეს რა პოზიციას აქვს ხო და პარტიის შიგნით ვინ მონაწილეობდა ამის ფორმირებაში
ფორმულირებაში, იმიტომ რომ მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ყველასთვის ერთადერთი მისაღები ყოფილიყო პარლამენტის წევრები. იცი რა, პარტიაშიც და მათ შორის ოპოზიციის სპექტრი ხა ნახე, ძალიან სწორად რო დავინახოთ და ძალიან სწორად რო შევაფასოთ. ანუ ყველა ხდებოდა რომ პარლამენტში შესვლა ის იყო, იმ ფონზე რაც ხდებოდა ქვეყანაში წარმოუდგენელი ამბავი, მაგრამ მეორე მხრივ ყველა ხდებოდა იმასაც, რომ ეს ნიშნავდა პარტიის გაუქმებას. იმიტომ რომ პარტია დაფინანსების გარეშე ეს არის ის, რაც რეალურად, რა ვიცი, ბიზინა ივანიშვილს უნდა ხო, ანუ საკუთარი თავისი უქმებ, იმიტომ რომ არ არსებობს ახლა პოლიტიკური პარტია, გეთახები ასევე შენ იმაში, რომ ხა პოლიტიკურმა პარტიამ რო იარსებოს და ვიღაცას გონია, რომ პოლიტიკურ ადამიანს მართლა გონიათ, რომ პოლიტიკურ პარტიებში ფულია. ანუ წარმოუდგენია, მარტო ახლა 63 ოფისი რო დააფინანსოს 63 იმაში, რომ მუნიციპალიტეტში ეგ არის, ეგ დაფინანსება, მაგრამ ნუ პარტიას რო ჭირდება ელემენტარული, ხო? ეს ხდებოდნენ ადამიანები, ნახე ამ ხო, მაგ ადამიანებს აზრი როგორ დაიძლია. ხო, მათ შორის ვიყავით ისეთები, ვინც ამბობდით პირდაპირ, რომ ანუ ეს არის ხალხო რა, საერთოდ რა პარლამენტი, ხო, გავიგეთ, რომ სიკვდილის ტოფასია პარლამენტი და მათ შესვლას არაპირებს არავინ, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად всё აღარ ვარსებობს საერთოდ რა, ანუ ვუხვდებით ამ ყველაფერში. მაგრამ ეს საერთო აჟიტირება იყო ამისი, რომ აი აუცილებდა მე მაგიტო ვთქვი, ან მარტო ამ საკითხზე არ ვიცახი, ნახე, მარტო ამ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არ ვიცახი ნამდვილად, იმიტომ რომ მე მგონია, რომ პარლამენტში შევიდოდა თუ არა ოპოზიცია, მაინც გააუქმებდნენ ქართული ოცნება, ნაციონალურ მოძრაობასაც და სხვა პარტიებსაც მეაყოლებს, ამაში წყმა დამწონებული ვარ. მე წარმოგიდგენია, შენი ყოფილიყავი და კომისია ჩატარებული იყო, სადაც შენ გაუქმებენ და მშვიდად დამთავრებული იყო ეს ამბავი. არა, მშვიდად ვერ დამთავრდებოდა, ცხადია დაიწყო კომისიაზე მანდ ექნებოდა. ვიღაცამ ხო შენი თავი მოაშორა, მანამდე ეს ყველაფერი მშვიდად ექნა. და ეს ვინ არის? მე ამის გარკვევას ვცდილობ. მაგრამ აი ნახე მე გეტყვი ამის ეჭვილი მაგ, ანუ ზოგადად და ან გამიხარწყლიან დამიდასტურებ. ჩემი დაკვირვებით, ანუ არჩევნები რო ჩატარდა, უბრალოდ ანუ ჩემთვის უკვე გაირკვა ის, რომ არჩევნები აი ქოცემა დაიწერეს, როგორც დაიწერეს, როგორც წინა არჩევნებზე და ცოტა ხანი ჭიჭკილის მერე ესენი ყველა შედგნენ პარლამენტში. ამ დროს გამოდის პრეზიდენტი და ყვირის, რომ კაროჩი გაყალბებული არჩევნები პარლამენტში არ შეისრულება საერთაშორისო ლეგიტიმობასთან და ამ შემდეგ. მერე გამოდის გვარამია თავის ისტერიკებს დგამს, აწერინებს ხალხს სიას და მერე რაღაცნაირად ანამუსებს ნაცებს, რომ თქვენს დაწერეთ სია არა მიშასთან ხოვით, აი არალეგიტიმაცია აგერ მე იმას შვებია. ამას რაღაცა ლელო აყვება მერე იმითი თან წერენ რაღაცა უცნაურ განცხადებებს, მაგრამ საერთოდ ნებელობა იკითხება, იმიტომ რომ ეს აი რაღაცნაირად მოდის სატელევიზიო ისიც პროპაგანდაც რომ სიების დაწერა ახლა უნდა ყველა უნდა ჩაიხსნას სია და კოცები დაემხობიან. მე ეს გამომიცდა 4 წლის წინ. ანუ ჩვენ მაგდროს დისკუსია გავმართეთ, ანუ ეს სამსაგიჟეთთან დაკავშირებით. და ეგ პრობლემაა, ნახე მადიაგო, იქ დისკუსია კი არ იმართება მაგამბავში. ხო და ეგ მაინტერესებს. პანიკა ტყდება, ნახე, აი პანიკა ტყდება და აი პანიკას პირველი ვინც ატეხავს, მერე დანარჩენები ცდილობენ, რომ ანუ ყველაფერში რომ ცოტა კი არ ფიქრობენ მაგამბავში. აი ეგ არის პრობლემა მათ რა. ანუ მე არ ვიცი ხა გულწრფელად დასგებცები მაგ გადაწყვეტილებაში ვინ პირველი მე მაშინ მე მაგამბავში ზუგდიდში ვიყავი, ჯერ კიდე არჩევნები ახალი მორჩენილი მქონდა და რა ვიცი საერთოდ ამათ დანახვა არ მინდოდა, არავისი ისეთი ის ვიყავი რა ქვია, გამწარებული ვიყავი იმაზე რომ მეგონათ რომ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მე ვიყავი პრობლემა და ჩემს ჩახსნას ცდილობდნენ იმიდან რა ქვია ეთერებიდან და იმიდან რომ ხალხს აშინებსო, თორე აქ ან რა ეზეიმებოდა საერთოდ 8 საათზე, იქ ხო ცალკე უბედურება იყო, კაცო 8 საათზე ზეიმი რო ქონდა იმას ოპოზიციას გავიმარჯვეთ ამბავი და ამ დროს ჩვენ უბნებზე დავრბოდით და კიდე ერთი უნდა ვთქვა რომ უბნებზე პარტია არ ზეიმობდა. უბნებზე რა მნიშვნელობა აქვს, მე ყველაზე ვაბობ მაგას. ანუ მე მაგ დროს 8 საათზე, როდესაც აი ეგ ამბავი ხდებოდა ანუ უბედურება მქონდა ზუგდიდის უბნებზე. რაღაცა ხანდახან მგონია რომ გადაწყვეტილებებში არ არიან ადეკვატურები. ის ადამიანები, ვინც თავარი ადამიანები არიან, იქ მოლაპარაკების მაგიდასთან ზიან, აი რაღაცა პოპულისტურ რაღაცეებზე არიან აწყობილი და არ ფიქრობენ გრძელვადიანად. კიდე აი არ მგონია მე სერიოზული ამბავი რომ აი რას ითხოვ ერთობას რო ითხოვნა ერთობა ის კი არ იმას კი არ გულისხმობთ რომ აი მაინც და მაინც რა ვიცი. ერთად ბრიფინგზე ესენი სადმე გინახავს ოთხივე? ანუ ოპოზიციური პარტიები, იაკონი, შეიძლება არ მომწოდეს, შეიძლება თუ პოლიტიკაში ვართ, ყველას ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა შეგვეძლოს, ხო? მათ შორის კონცეფტთანაც უნდა შეგვეძლოს ლაპარაკი, ხა პოლიტიკა ეგ არის, ხო, ყველასთან უნდა შეგეძლოს ეგ ამბავი. ანუ ერთად ბრიფინგზე რო ვერ დგებიან. ერთმანეთს და მერე, რა ვიცი, ვინ პირველი შევა ეთერში და ვინ მეორე შევა ეთერში და ვინ მესამე შევა ეთერში და ვინ მეოთხე შევა ეთერში. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ ოპოზიციურ პარტიად კოცურხმებზე არ მუშაობია. ხო, აი რასტის ხოცების მუშაობა კი მითხარი, მაგრამ ეს ოპოზიცია როგორ მუშაობდა ნაცურხმებზე, ეგ ნაწილი მაინტერესებს. ხოცები პასპორტებს არ ხვდებდნენ, ფულს უხდებდნენ. აქ ყველაფერი გასაგებია. ესენი როგორ მუშაობდნენ? 4-5 ესე აი მაგალითად 4-9-25. ეხა შემიძლია გითხრა. აი მაგალითად იყო მეორე ფლანგი მიდიოდა და ეუბნებოდა რომ მიცი რა არის ეს ნაცები ვიცი რომ ნაცების ამორჩეველი ხარ, მაგრამ ნახე 5 აი ოჯახში ხართ 5. ხე? ვიცი რომ ნაცების ამორჩეველი ხარ, მაგრამ ნაცები მარტო კოალიციას ვერ შექმნიან.
ანუ რო შევიდნენ მარტო ვერ ისა კოალიცია უნდა შექმნა და ჩვენ ბარიერის გადალახვა გვიჭირს და ამიტომ 3-დან 2-მა ჩვენ მოგვეცით და 3-მა მაგათ მიეც. ხო ხონდათ ეს წარმოადგენა რომ პოლიტიკურ ველზე თუ შემოვიდნენ შუაში სტეპს წაიყვანდნენ და მოკლედ ნაციონალური მოძრაობა აღარ იქნებოდა და რეალურად რა მიმართული იყვნენ ნაციონალური მოძრაობა გაეძარცოთ. რა მგონია მთავარი პრობლემა მსჯელობა არ მიდის და არიან რაღაცა იმაზე, აი როგორ გითხრა, მოკლევადიან პოპულისტურ გადაწყვეტილებებზე ვიდრე იმაზე რომ ცოტა წინი ფიქრონ. პოლიტიკური პატიმრები ყავს ამ ქვეყანას. 50-ზე მეტი ადამიანი ზის ციხეში. ახალგაზრდა ოპოზიციურ პარტიებს ამაში აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა. აი ზიან იმ საერთო ბრძოლის გამო, რაშიც ყველა ერთად ვარ და როცა აი ამ ხელა პასუხისმგებლობა ამ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ, ხე იაგო მაშინ მათ მოეთხოვებათ ის რომ რაღაცაზე კონდეთ ცოტა გრძელვადიანი, აი რაღაცაზე ცოტა რაციონალურად იფიქრონ. ხე? იმიტომ რომ ემოციები არ არის ის რაც პოლიტიკაში გამოგადგება სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ხო? საზოგადოებას და ხალხს პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა უბიძგონ იმის რომ არასწორი მოლოდინები კი არ შეუქმნან. ნახე და რაღაც არასწორი რეალობა კი არ უნდა და აი ეხლაც რო არის რომ ეხლაც რო აი რეჟიმი ისა რა ქვია ყანყალებს თუ რა ვიცი რა სიძახიან. ანუ რა სიგიჟია. ხო? კი პრობლემაა ქართულ ცნებას. პრობლემაა, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია მათთვის პრობლემაა საერთაშორისო დონეზე. პრობლემა არის მათთვის ეს აქციებიც. მაგრამ ეს არ არის ის რომ ისა რა ქვია რეჟიმი ეხლა ამით მოკლედ აი რამდენიმე დღეში ჩამოინგროვა. ხო მეთანხმები ამაში. ამიტომაც აქაც ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ იმაზე რომ მეგობრებო ეს 5დღიანი ბრძოლა არ არის. რა ვიცი 10 დღიანი ხო ეხლა შევწდი მეგონა რომ ეხლა ვიღებდი ამაში გეთანხმები რომ უნდა ვთქვათ რომ აი ეს იყო არასწორი. ვინმე გააკეთა არჩევნებზე რა მოვიდა რა მოხდა საერთოდ მაგის ანალიზი? არ არის გაკეთებული ამ ქვეყანაში ანალიზი ოპოზიციური პარტიების მხრიდან რა უკნა ბიძინებმა არჩევნებზე. არიციან საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ამ ყველაფერთან დასწრება. ხო, საზოგადოებამ რომ დასწრება უკეთესად გააკეთოს, მეტი ინფორმაცია ჭირდება. რომ ისე ჩიქორთულებით ხო ვერ გაიგებს, შენ თავში რა არის მახვარი. ესეც იცი როგორ არის? ესეც იმდენად ჩაკეტილი ამბავი ისა რა ქვია არის, რომ აი როგორ რაღაც არის, მე მესმის რატო. აი მეც როდესაც ესეთ რაღაცებს ვცდილობ რომ ვილაპარაკო თუ არ ვილაპარაკო, როცა ვფიქრობ იაგო ერთადერთი რაღაცის გამო ვჩერდები მხოლოდ. აი ერთადერთი რაღაცის გამო. აი სოფელ დარჩილში რომ ოპოზიციის ამორჩეული რომელსაც გულით უნდა რომ ესენი წავიდნენ ჩვენს შორის ოპოზიციურ პარტიებს შორის თუ ნახულობს იმას და ეს ყველაფერი მაინც ესე ჩანს მე რომ აი ერთმანეთს ჭამენ ერთმანეთში ვერ და მე ამას პროპაგანდა ეხმარება კიდე ხელისუფლების ხო ნახე ესენი ერთად ვლაგდებიან და მე როგორ დალაგდებიან არ მინდა რომ ამ ადამიანს мотиваცია დაუკარგო იმისი რომ იფიქროს რომ ესენი მართლა ბიზნესზე უარესები არიან რა ამ ყველაფერში რა თორემ მე გეთანხმები რომ კი სიცხადეც უნდა იყოს იმიტომ რომ მე არ მინდა რომ ყველა პოლიტიკოსი ერთად მზელდეს ხალხი და ამბობდეს რომ ყველა ერთნაირად რაღაცაზე არის პასუხისმგებელი იმიტომ რომ იმ პროცესებში რაც მიმდინარეობს ჩემი პასუხისმგებლობა რაც მე არ მონაწილეობ არა შენ პასუხისმგებელი ის არის საჯაროდ არ ყვირი ხარ კაცო პროცესში შენ შეკიყვირები წერდი პოსტებს არა მე ვყვიროდი ლაპარაკობდი მაგრამ საკმარისი არ იყო ჩვენი ნაციონალური მოძრაობის შეცდომა ჩემი ღმერთწმენით არის ეს რომ ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაზე არ ლაპარაკობთ აი იმ მოტივით თავარი არის აი ნახე მოტივი რა არის მოტივი არის რომ თავარი არის ერთობა ეხა ამაზე ლაპარაკი რომ დავიწყოთ მე დაიწყება რომ ოპოზიცია ერთმანეთს ჭამს ამ ხალხში ისევ იმედგაცრუება იქნება ამიტომ თავარი იმიტომ რომ ჩვენ არ ვილაპარაკეთ იმაზე რაც ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ ხდება და არ ვილაპარაკეთ იმ ღალატზე რაც ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ იყო არ ვილაპარაკეთ იმაზე და ეხა საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ვიღაცები ვინც მიშას სახელი ბოლომდე გამოიყენეს მიშას რესურსები ბოლომდე გამოიყენეს ნახე ყველაფერი გამოაცალეს ციხეში ჩატოვეს და დარჩა ჩემი ხაბაიშვილის და მის რა ქვია თინა ბოკუჩავას ესე ვთქვათ იმედად რომლებიც ცარი და პეტოსი რომლებიც ესე ვარ ცარიელი იმით ხელებით ამ ყველაფერში და ვიქნებით ბოლომდე